მოგესალმებით ეთერში გადაცემა ღვთისმეტყველების საათი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია თბილისის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი თეოდორე ფარნაშვილი. მოგესალმები მამაო. მადლობა მობრძანებისთვის. ჭეშმარიტად აღდგა. ჩვენ წინარე შეხვედრისას ვისაუბრეთ ხატების იკონოგრაფიის შესახებ. ძალიან საინტერესოა ეს თემა ზოგადად ქრისტიანისთვის, იმიტომ რომ როდესაც ტაძარში შედიხარ ან სახლში ლოცულობ, ხატებს უყურებთ ჩვენ და ხატი არის ლიტურგიკული მსახურების და ლოცვის თანამდები. პირველივე საუკუნეებიდან მოყოლებული. ჩვენ არ ვისაუბრეთ, როგორც წინაზეც აღვნიშნეთ, ხატის ისტორიულად, ესე ვთქვათ, მის დოგმატურ ისტორიაზე და დოგმატურ ჩამოყალიბებაზე, მეშვიდე მსოფლიო კრებაზე, ხატმებრძოლეობაზე და ასე შემდეგ. ჩვენ კონკრეტულად ვისაუბრებთ იკონოგრაფიაზე და როგორ უნდა აღიქვამდეს ადამიანი ქრისტიანი, როდესაც ხატს უყურებს. ეს მთელი მეცნიერება არის და მთელი ხელოვნება არის ქრისტიანული თვალსაზრისით და ძალიან საინტერესოა, რომ ხატი იწერება და ძალიან ბევრი რამ იკითხება ხატში და ძალიან ბევრი კანონიკაა მასში დაცული. და ბევრი ამის გვასწავლის თვითონ ხატის იკონოგრაფიული განმარტება და ძალიან საინტერესოა თან ჩვენ ხა ვიყოფებით ესე ვთქვათ საფასექო წელიწადის აი აღდგომის პერიოდში და ამიტომ ვფიქრობ რომ თავიდან დავიწყოთ აღდგომის ხატის შესახებ ამ დღევანდელი გადაცემა ძირითადად შეეხება აღდგომის ხატის იკონოგრაფიას და მის განმარტებას ფერების ღვთისმეტყველებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა გამოისახება რატო გამოისახება როგორი ხატები არსებობს თუ დრო დაგვრჩა სულთმოფენობასაც რითაც გვირგვინდება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ანუ აღდგომა რასაც მე ამაღლება მოყვა და მე ამას მოყვა სულთმოფენობა ანუ ახალი აღთქმის ეკლესიის დაარსება ეს არის უდიდესი მნიშვნელობის მქონე კაცობრიობის საღვთო ისტორიაში რასაც ყველა ქრისტიანი უნდა ითავისებდეს და იაზრებს მეტნაკლებად ეს უდიდესი მოვლენა არა მარტო ქრისტიანისთვის მთელი მსოფლიოსთვის ყველა ადამიანისთვის უბრალოდ არაქრისტიანი ამას ვერ იაზრებს რამდენად დიდი მოვლენა აღესრულა მისთვის ანუ ადამიანისთვის ზოგადად და ადამიანის ბუნებისათვის აი დავიწყოთ აღდგომის ხატის განმარტებით და შემდეგ თუ დრო დაგვრჩა სულთმოფენობის ხატის განმარტებით რა თქმა უნდა უაღრესად საინტერესო არის ზოგადად აღდგომის ხატის ყველა დეტალის სათითაოდ განხილვა და განმარტება. თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, სანამ დავიწყებთ ამ კონკრეტული ხატის შესახებ, უნდა ვთქვათ, რომ ზოგადად ხო ვიცით უკვე, რომ ისტორიულად ხატწერა ნელ-ნელა ყალიბდებოდა, სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვანაირად გამოიხატებოდა ხატები და ბუნებრივია, რომ მაგალითად პირველი საუკუნის აღდგომის ხატი აბსოლუტურად განსხვავდება მე-6, მე-7 და უფრო მომდევნო საუკუნეების აღდგომის ხატისაგან. და ეს არა მარტო იმითი კი არ არის გამოწვეული რომ იმ პერიოდში ჯერ კიდევ ვითარდებოდა ხატწერა როგორც ასეთი მოვლენა ხელოვნება ქრისტიანული ხელოვნების მოვლენა არამედ იმითიც არის გამოწვეული რომ მერე დროთა განმავლობაში მსოფლიო კრებებმა კიდევ უფრო განამტკიცა ამა თუ იმ ხატის ჩამოყალიბება რაღაც დოგმატური მოცემულობები უფრო მეტად გამოიკვეთა და აქედან გამომდინარე ხატებში ამან სახე იჩინა თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ მაგალითად, როდესაც აღდგომაზე ვსაუბრობთ, უძველეს ფრესკებზე, მაგალითად კატაკომბებში და სხვადასხვა ადგილებზე გვხვდება, აღდგომის სიმბოლო არის მამალი. ძალიან ხშირად. იმიტომ რომ მამალი არის ფრინველი, რომელიც აუწყებს გარიჟრას, აუწყებს ახალი დღის გათენებას და რაღაც ასეთი ალეგორია არის, ერთგვარი ალეგორია და სიმბოლო. შესაძლოა აღდგომის სიმბოლოდ კიდევ შევხვდეს ფარშევანგი და ჩვენ ხუროთმოძღვრებაშიც არაერთხელ გვხვდება რომ ფარშევანგი არის ხოლმე კედელზე გამოხატული და ბევრი ვერს კი ხვდება ხოლმე რა უნდა კედელზე ფარშევანგს ხო მაგრამ ეს ფარშევანგი არის სიმბოლო აღდგომისა იმ დროიდანვე პირველივე საუკუნეებიდან მოყოლებული ყველაზე უფრო გამოკვეთილი იმ პერიოდში ძველად რაც იყო აღდგომის სიმბოლო იყო ესეთი მითიური ფრინველი ფენიქსი ფრინველი, რომელიც გარკვეული პერიოდის მერე იფერფლებოდა, ცეცხლით იწვებოდა და მერე თავისივე ფერფლში აღდგომას ახდენდა და 500 წელიწადში ერთხელ ხდებოდა ეს მითები. ეს იყო სიმბოლო, ალეგორია იყო აღდგომისა და ამიტომ სადაც მაგალითად იმ დროინდელ პირველი საუკუნეების ხელოვანს ხატწერს უნდა აღენიშნა რომ აღდგომა უნდა გამოეხატა, იქ გამოხატავდა შეიძლება ფენიქსი. მამაო, გემახსოვროთ, კი კლიმენტი რომაელის ეპისტოლე ყველაზე ცნობილი ეპისტოლეა მეორე საუკუნის დასაწყისიას და კლიმენტი რომაელი რო წერს ფენიქსი იხსენებს როგორც აი მითიურ ფრინველს, ეთქვა ადრესატს ვისაც წერს ხო კორინთელთა მიმართ ეპისტოლე იყო ეს. მათთვის ძალიან ახლო და ცნობილი ის მითი იყო ეს ფენიქსის და როგორც შედარებას რო აკეთებს აღდგომასთან დაკავშირებით გემახსოვრ მის ეპისტოლეში. მე უფრო მეძგეთ ჩვენ დღეს ვფიქრობთ რომ ეს მითია, მაგრამ იმ დროინდელი ადამიანები ფენიქსს აღიქვავდნენ როგორც რეალურად
არსებულ ფრინველს და როგორც რეალურ ფრინველზე ისე საუბრობს. გარახსენებს რომ მითია და შედარებას აკეთებს. აქედან გამომდინარე ახლა მათთვის იმ დროინდელი ადამიანებისთვის ეს აბსოლუტურად ნორმალური იყო, ყოველდღიურობა იყო და აქედან გამომდინარე ისინი აღდგომის სიმბოლოდ რა თქმა უნდა ხატავდნენ ფენიქსს. თუმცა დროთა განმავლობაში მე საუკუნეები გავიდა, წლები გავიდა, მსოფლიო კრებები გავიდა, იქ ბევრი მოცემულობა შეიცვალა, რაღაცა საკითხზე იყო დავა, რაღაც საკითხზე იყო კამათი და მე უკვე ხატწერა ჩამოყალიბდა როგორც ცალკე მეცნიერება. იმაში, რა ქვია, ქრისტიანულ ხელოვნებაში არის ერთგვარი ცალკეული სფეროა ხატწერა, რომელიც არის მიმართულება, რომელსაც აქვს თავისი დოგმატური რაღაც გამოვლინებები, თავისი კულტურული გამოვლინებები, სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვანაირი მოცემულობებია, მაგრამ ყველგან მთელ მსოფლიოში ერთნაირად იხატება, მაინც ზოგადი მონახაზი ერთნაირია ყველა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხატებისა. განსაკუთრებით აი რადგან დღეს საუფლო დღესასწაულებზე საუბრობს და მით უმეტეს აღდგომის დღესასწაულზე დღევანდელი აღდგომის ხატი როგორც იხატება, ასე არ იხატებოდა დასაწყისში. მაგალითად, დასაწყისში შეიძლება დახატული ყოფილიყო აღდგომის ხატი, როგორც იონას ვეშაპის პირიდან ამოგდება იონას. ეს ჩაითვლებოდა აღდგომი, იმიტომ რომ ეს იყო სიმბოლო იონა რომ ვეშაპმა გადაყლაპა და 3 დღის მერე რომ ვეშაპმა ამოაგდო თავისი ბაგეებიდან, ეს იყო სიმბოლო ქრისტეს 3 დღე ჯოჯოხეთში ქადაგებისა და 3 დღის მერე აღდგომისა. და ამიტომ, როდესაც იონა იხატებოდა, ანუ აი შეიძლება ძალიან ძველ ფრესკებზე სადმე იყოს, რომ ვეშაპის პირი აღია და იონა ამოდის. ან იონა შეიძლება უკვე ვეშაპმა რო ამოაგდო, იქვე წყლის პირას ხის ძირში ზის და ფიქრობს. ეს იყო ერთ-ერთი სახე მაშინდელი. მერე გარკვეული პერიოდის მერე იყო ასეთი მოცემულობა, რომ რადგან აღდგომას რეალურად არავინ არ შესწრებია, ანუ აღდგომა ადამიანთა თვალებიდან დაფარული იყო, ისე მოხდა. ჩვენ კი ვიცით უწყება რომ აღდგომა მოხდა, მაგრამ რეალურად ამ პროცესს არავინ არ შესწრებია, იმიტომ რომ საფლავი დახშული იყო. და არავის თვით ის ჯარისკაცებიც კი რომელიც იცავდნენ საფლავს, იმ ჯარისკაცებსაც მიეძინათ. და ფაქტიურად ყველაფერი ადამიანის თვალისაგან დაფარული იყო. ამიტომ აღდგომა იხატებოდა ანგელოზის სახით. ძველი აღდგომის ხატები ასეთია, რომ თუმცა მამა ბოდიში არის ისტორიული ცნობები, სადაც გარედან სინათლეს ხედავდნენ და ამაღლებულ ადამიანის სხეულსაც განათებულს ესეთი ისტორიული ცნობები ბევრი, აი ჯარისკაცების, მაგრამ თანხლები პილატეს ერთ-ერთი ესე თქვათ ჟამთან აღწერელს აღწერს ამას, რომ თავის თვალით იხილად გან პილატემ გაგზავნა, რომ იქ ყოფილიყო და პილატეს შიში ჰქონდა მისი ცოლის უწყებიდან გამომდინარე, რომ ეს ჩვეულებრივი ადამიანი არ სიკვდილი არ მომხდარა და ასე შემდეგ ბევრი წყაროებია ამასთან დაკავშირებით. უშუალოდ რა თქმა უნდა აღდგომა ესე თქვათ მაცხოვრის სხეულის სიკვდილის მაგის რაც ახლა გააჟღერე მამაო იმაზე გეტყვი, რომ თუ გახსოვს მართლმადიდებლურ ეკლესიაში ჩვენ არა გვაქვს მაგნაირი ხატები, უძველესი შეიძლება სადმე მორჩენილი, მაგრამ დღეს ტრადიციულად ცოტა განსხვავებულ ხატებს ხატავთ, მაგრამ კათოლიკეებთან არის ასეთი ხატი, როდესაც ქრისტე არის ესეთ ამაღლებული, ხელში ჯვარი უჭირავს, საფლავი დაბლა არის, ანუ ზუსტად მაგ ისტორიას აღწერს ის ხატი. ანუ აღდგომის მაგ სიუჟეტს აღწერს ის ხატი. რომელიც სახარებაში არ არის შესული. ხო, რომელიც არის აპოკრიფული, სახარებაში არ არის შესული და რადგან სახარებაში არ არის შესული, ჩვენს ეკლესიაში ამანა ვერ დაიმკვიდრა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კაცრად უდგებით ამას და თუ კი სახარების ტექსტით არ არის გამტკიცებული, იმას ჩვენ უბრალოდ არ ვიღებთ და ისტორიული წყაროებია, შეიძლება წარმართებისგან აღწერილიც კი. აქედან გამომდინარე, ეგ ხატები განა არ არსებობს. უბრალოდ ჩვენს ეკლესიაში ეს ხატები არ არის გავრცელებული და გამტკიცებული და ესეთი უფრო ხალხში არ არის გავრცელებული. და აი ანგელოზზე გეუბნებოდით, რომ ანგელოზი გამოიხატება მეთქი და ყველაზე ცნობილი, ყველაზე ძვირფასი ქართველებისთვის განსაკუთრებით არის ყინწვისის ანგელოზი. ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის, აი ყინწვისში ჩავლენ და ყინწვისის ანგელოზი როგორ ზის. აი ნახეთ, დაიმახსოვრეთ, ყინწვისის ანგელოზი ზის და კონკრეტული მიმართულებით მაკურთხეველი ხელი აქვს. ეს არის ფრაგმენტი აღდგომის ხატისა, როდესაც ანგელოზი, მენელსაცხებლე დედები რომ მივიდნენ და საფლავში რომ შევიდნენ და ანგელოზი იხილეს და ანგელოზმა რომ უთხრათ, რატომ ეძებთ აქ, ის აღარ არის აქ, იმიტომ რომ აღდგა და წადის და მოწაფეებს აუწყეთ რომ ის აღდგა, აი ეს ანგელოზია გამოხატული, ეს ყინწვისის ანგელოზი არის ის ანგელოზი, რომელმაც ახარა მენელსაცხებლე დედებს აღდგომა და სინამდვილეში ყინწვისის ანგელოზი არის აღდგომის ხატი.
აი ბევრს გონია კაი ყიფის სანგელოზი, მაგრამ ეს აღდგომის ხატია სინამდვილეში და უბრალოდ იქ ფრაგმენტია და მეორე ფრაგმენტი, ანუ საფლავის ქვა არ ჩანს იქ იმ ხატში და ამიტომ უბრალოდ როგორც ანგელოზი ისე აღიქვამენ. ასე რომ აი ესეთი ტრადიციაც არსებობდა, რომ ამნაირად გამოიხატებოდა ზოგადად ხატი აღდგომისა. თუმცა ის ფორმა, რომელი ფორმაც დღესდღეობით არის გავრცელებული უკვე ჩვენში და რომელ ხატსაც ჩვენ აღდგომას ვეძახით, სინამდვილეში ის მთლად ბოლომდე აღდგომის ხატიც არ არის. ანუ თუ კი მკაცრად მიუდგებით და ესეთი აი ზუსტად განსაზღვრავს თუ რა არის იმ ხატზე დახატული, იქ არის ჯოჯოხეთში შთასვლა უფლისა და ჯოჯოხეთის წარმოწყვენვა ქვია. ანუ ჯოჯოხეთის დამარცხება ქვია ამ ხატს. არა აღდგომა, იმიტომ რომ იმ პროცესში, იმ მომენტში იქიდან ამოყვანა სულებისა. ხო და ამიტომ ამ ხატს ჩვენ კი აღდგომას ვეძახით, იმიტომ რომ აღდგომის თამდები პროცესია. ჯოჯოხეთის გათავისუფლება მართლის სულებისაგან აღდგომის თამდები პროცესია და აქედან გამომდინარე ჩვენ ამ ხატს აღდგომას ვეძახით, მაგრამ რეალურად ეს არ არის აღდგომის ხატი. რეალურად ეს არის ჯოჯოხეთის დამარცხების ხატი. და ასეც ქვია ჯოჯოხეთის წარწყვენვა, ანუ ჯოჯოხეთის დაცემა, ჯოჯოხეთის დამარცხება, იქ მე ნახავთ თვითონ სიუჟეტს რო განვიხილავთ, სიუჟეტსაც მიხვდებით თუ რაზე არის საუბარი. და უშუალოდ ხატის განხილვაზე რო გადავიდეთ, ყველას აქვს ნანახი და ეხლა ალბათ ზოგადად მონახას გავაკეთებ რა არის ამ ხატზე, რომ ადამიანებს წარმოდგენა შეექმნათ ჩვენს მაყურებლებს ძირფას და გეტყვით რომ აუცილებელი ფიგურები რაც არის ამ აღდგომის ხატზე, პირობითად მეც აღდგომის ხატს ვიტყვი, იმიტომ რომ ჩვენ ვეძახით ესე ტრადიციულად აღდგომის ხატს. იქ არის გამოხატული მთავარი ფიგურა არის მაცხოვრის ხატი, მაცხოვრის ფიგურა არის მთავარი. ქვემოთ არის ჯოჯოხეთის ბჭენი და უფსკრული გამოხატული და მაცხოვრის უკან დგანან ადამიანები, ადამი, ევა და კიდე სხვა რამდენიმე პირი დგას ხატზე. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ფიგურები იმნაირადაა განლაგებული ყოველთვის, რომ აი სამკუთხედის ფორმას ქმნიან. ერთის მხრივ ერთი კუთხე არის ჯოჯოხეთის უფსკრული და მეორეს მხრივ ადამი და ევა მარჯვნივ და მარცხნივ და ერთგვარი სამკუთხედი იქნება, რომელიც სამკუთხედიც ზეცისაკენ არის მიმართული, ანუ ეს გაშლილი ფრთები არის ზეცისაკენ მიმართული და ესეც რაღაც სიმბოლოა, რომ ჯოჯოხეთიდან ზეცად ამაღლდებიან მართლის სულები და რაღაც ეს სიმბოლური გამოხატულება არის ხატში ამ კონკრეტული მოცემულობისა. ეს ცნობილია მრევლისთვის, იმიტომ რომ ლიტურგიულ პრაქტიკაში, თანამედროვე პრაქტიკაში ცენტრალურ ანალოგიაზე ძირითადად აღდგომის ხატი დევს ხოლმე დაარდასვენა, როდესაც რამე ისეთ დღესასწაული ყოველთვის აღდგომის ხატია, იმიტომ ხშირად არის მასთან ესე იგი შეხვედრა ადამიანს და ალბათ გაახსენდება ხა ეს დეტალები და უკვე საფრთხით შეხედავს ადამიანს. ზოგადად შუა ტაძარში, როდესაც შედიან ხოლმე ტაძარში მოწმენეები, შუა ტაძარში ან იმ ტაძრის, რომელიც წმინდანის სახელზეც არის აშენებული ტაძარი, შეიძლება იმ წმინდის ხატი იყოს და თუ არა და ჩვენ ადრე ვისაუბრეთ, რომ ხატები როგორ უნდა იყოს განლაგებული და მარჯვნიდან, როდესაც შევდივართ ტაძარში, მარჯვნიდან უპირატესი ხატი არის ტაძრის დღესასწაულის, ანუ თუ ტაძარი წმინდა გიორგისა არის, მაგალითად მარჯვნივ პირველი უმთავრესი და უპირატესი ხატი იქნება წმინდა გიორგისი და შეიძლება შუა ტაძარში იყოს აღდგომის. აღდგომის ხატი რატოა ხოლმე შუა ტაძარში? იმიტომ რომ ლიტურგია უმთავრესად სრულდება აღდგომის დღესასწაულზე. ყოველი კვირა აღდგომის სწორია. ჩვენ კვირას კი ვეძახით კვირას, მაგრამ კვირა არის აღდგომა. და აღდგომის სწორია და რადგან კვირას ვწირავთ, ჩვენ კვირას ყოველთვის აღდგომის ლიტურგიკულათაც აღდგომის თანაბრად ვწირავთ და აქედან გამომდინარე ის აღდგომის ხატი არის შუა ტაძარში დაბრძანებული და აი ეს ფიგურები, რომლებიც განლაგებული არის, რა თქმა უნდა, ყველას თავისი მიზეზი აქვს, ყველას თავისი შინაარსი აქვს ჩადებული თუ რატომ არის ესე დახატული და რა არის ამათი მიზეზი. ერთ-ერთი ფიგურა, რომელიც იმ უფსკრულში არის დახატული, რომელიც შავად არის, საკმაოდ მუქი ფერის უფსკრული არის დაბლა, ну ჯოჯოხეთი გამოიხატება მუქ ფერში და უფსკრულია და იქ არის გამოხატული ძალიან ხშირად ეშმაკი. ოღონდ ეს ეშმაკი გამოხატული არის ადამიანის სახით, ადამიანის სხეულით. ჩვენ ესე არა გვაქვს სწავლება იმისი, რომ ეშმაკი მაინც და მაინც ადამიანის სხეულს ატარებს. არა, ესე არ არის, მაგრამ რადგან არაერთხელ ადამიანები აცდუნა ადამიანის სახით და ადამიანებში როგორც წესი მიდის ხოლმე და შეიძლება რაღაცა სხვა ადამიანის მეშვეობით
შეიტანოს საცდური ან რაღაცა, ეს მისთვის უკვე ცნობილი ხრიკია, როგორ უნდა აცდუნოს ადამიანები. ამიტომ აქ ადამიანის სახით არის დახატული ეშმაკი. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ეშმაკი ზუსტად ადამიანისნაირია. რა თქმა უნდა, ეს ამას არ ნიშნავს. შეიძლება უბრალოდ რიგითი მნახველი შეცდომაში შეიყვანოს იმან და რადგან აქ დახატეს ეშმაკი ადამიანის სახით, არ არის ასე, უბრალოდ იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ასე. და არაერთხელ ხდება ზოგიერთ ხატში, რომ ეშმაკი არის შეკრული, შებორკილი არის. ანუ ბორკილები აქვს ხელზე დადებული, ფეხზე გათოკილი არის. ესეც რა თქმა უნდა ნიშანია და სიმბოლოა იმის, რომ ქრისტემ დაამარცხა ეშმაკი თავისი ჯვარცმით, თავისი ვნებით, თავისი ამ დიადი მოღვაწეობით, რომელიც მან აღასრულა ადამიანთა გამოხსნისათვის და იქ სიმბოლურად გამოიხატება. თუმცა განსაკუთრებული აქცენტი უნდა გავაკეთოთ ჩვენ ადამიანზე, რომელიც აუცილებლად არის, ანუ აუცილებელი პირობა არის აღდგომის ხატისთვის, რომ ადამიანი იყოს გამოხატული და ევა იყოს გამოხატული. თუმცა თუ კი რაღაცა მიზეზის გამო შეიძლება კომპოზიციურად ისე იყოს განლაგებული, რომ სხვა ფიგურები ვერ მოახერხონ და ვერ გამოიხატოს, აი ზოგიერთ ხატში არის მეფეები და სხვადასხვა წინასწარმეტყველნი არიან და ამაზეც ვისაუბრებთ. ადამი და ევა ყოველთვის უნდა იყოს გამოხატული, მაგრამ არის ორი სხვადასხვა ვარიანტი. ზოგჯერ არის, რომ ადამი და ევა ერთ მხარეს არიან ქრისტესგან, ხოლო ზოგჯერ არის, რომ ერთ მხარეს ადამია, მეორე მხარეს ევა. ეს არსობითად არაფერს არ ცვლის შინაარსობრივად, თუმცა რაღაც გარკვეული სიმბოლოები არის აქაც. და თუ კი დაუკვირდებით, ადამი ყოველთვის არის მუხლმოდრეკილი ქრისტეს წინაშე. ევა შეიძლება არ იყოს მუხლმოდრეკილი, ევა ფეხზე დგას, მაგრამ ადამი ყოველთვის მუხლმოდრეკილი არის ქრისტეს წინაშე. და უფრო მეც გეტყვით, მუხლმოდრეკილი კი არ არის, ძალიან ხშირად ადამი ისე იხატება, რომ თითქოს ეცემა, თითქოს აი მოძრაობაშია და ეცემა. სინამდვილეში ეს ისე ჩანს ერთი შეხედვით, რომ მუხლმოდრეკილია, მაგრამ სინამდვილეში მუხლმოდრეკილი კი არ არის, ის ეცემა და ნახეთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი დეტალი. ხელი აქვს ქრისტესკენ გაწვდენილი და ქრისტე მაჯაზე კიდევს ხელს. ანუ აქ აქცენტია გაკეთებული რაზე, რომ ადამი უძლურია, ადამიანს იმდენად დიდი უძლურება აქვს სულიერი თვალსაზრისით, რომ მას თავის თავზე არ შეუძლია რაღაცა ქმედება აღასრულოს. დაუძლურებულია და ამიტომ ქრისტე ესე როგორც ბუნებრივად ადამიანები ესალმებიან ერთმანეთს, ესე კი არ კიდევს ხელს, ხელი ხელზე. არამედ არ კიდევს, იმიტომ რომ ადამიანის მოქმედება არ ჩანს. ადამი უმოქმედოა, ვერაფერს ვერ აკეთებს. რომ არა ქრისტე ადამიანს არ ქონდა იმისი საშუალება, რომ თავი გადაერჩინა. და ეს არის მაგისი სიმბოლო, რომ მაჯაზი აქვს ხელი მოკიდებული და თითქოს ძალით ამოყავსო. ეს რა თქმა უნდა აქ ძალით ამოყვანა არ არის, აქ ადამიანის ნებას არის და ადამიანის სინანული არის და ყველაფერი არის აქ ჩადებული, მაგრამ აი ეს ქმედება, რომ ქრისტეს მაჯაზე უკიდავს ადამიანისთვის ხელი და ეს მაჯა არის აი ესე უძლური, უსუსური მაჯა არის, რომელსაც რომელიც ადამიანს აქვს და ქრისტეს უყრია, აქ ძალიან ბევრი რამის თქმელი არის ეს კონკრეტული სიუჟეტი, იმიტომ რომ ადამი ვარდება, ქრისტე ეხმარება ადამიანს, რომ წამოაყენოს და ამოყავს ჯოჯოხეთიდან. მართლაც ასე იყო, როდესაც ადამი ცხოვრობდა, მან ბუნებრივად თავისი სიცოცხლეში გააცნობიერა თავისი შეცდომა, რომლის გამოც მე მისი ყველა შთამომავალი გარკვეული სულიერი სცენით იყო დაავადებული, რასაც ჩვენ პირველ ქმნილ ცოდვას ვეძახით და აქედან გამომდინარე ადამმა თელი სისავსით გაათავისუფლა და გაითავისა და გაიაზრა თუ რამხელა შეცდომა დაუშვა მან და სწორედ ამიტომაც იყო, რომ ადამი ძალიან დიდ სინანულშია და ახლა კითხვა იბადება ბუნებრივია, რომ რატომ მაინც და იქ ხო ბევრნი იყვნენ წმინდანები. მაგალითად მაგ დროს ჯოჯოხეთში იყო ასევე იოანე, იმიტომ რომ იოანე ღვთისმეტყველი, იოანე ნათლისმცემელი გარდაიცვალა ქრისტეს აღდგომამდე. მანამდე მოჰკვეთა ჰეროდე მეფემ თავი. აქედან გამომდინარე იოანეც იქ იყო. და იოანეზე თავად ქრისტე ამბობს, რომ ეს არის ადამიანთა შორის ყველაზე მეტი დედის მუცლიდან არშობილი ამაზე წმინდა ადამიანი, ამბობს ქრისტე. და ასეთ ადამიანთან კი არ მიდის, არამედ ადამიანთან მიდის მასხოვარი რომ ამოიყვანოს. და რა ხდება, ხო? აი შეიძლება ამას დაფიქრდეს ადამიანი. მაგრამ ჩვენ თუ გავიაზრებთ, რომ ჩვენი ქრისტიანული ღვთისმეტყველება რას გვეუბნება, რომ ადამი არის ის რომლისაგანაც შემოვიდა ცოდვა, ხოლო ქრისტე როგორც მეორე ადამი არის ის, რომელმაც მოიტანა ცოდვისაგან გამოხსნა, სწორედ ადამი უნდა ამოეყვანა და ადამიანის სახით
მან ამოიყვანა მთელი კაცობრიობა. აქ მხოლოდ ადამიანის ამოყვანა კი არ არის. კი, იქ სიმბოლურად ხატში, სხვანაირად ხატში ვერ დაიხატებოდა. ხატში იხატება, რომ ადამი ამოყავს, მაგრამ სინამდვილეში ადამიანის სახით ამოყავს ადამიანის მთელი მოდგმა. მთელი ადამიანები, ყველა კაცობრიობა, ვინც კი მართალი სულები არიან, ყველანი ამოყავს ჯოჯოხეთიდან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. თითქოს არაფერი არც კი დაუკვირდება ადამიანი ხალხს რომ შეხედავ ესე ზედაპირულად შეიძლება ყველა ფრაგმენტს, ყველა დეტალს დავაკვირდეთ, მაგრამ აი ამ დეტალებში რომ თუ კი ღვთისმეტყველებაში ოდნავ მაინც ერკვევა ადამიანი და ჩაუღრმავდები, მაშინვე მიხვდები რამხელა სიბრძნე, რამხელა სიღრმეები არის იქ და რამხელა სიდიადი არის ამ ხატში გადმოცემული. და რამდენი მნიშვნელობა აქვს თითოეულ დეტალს და თითოეულ დეტალს აბსოლუტურად აი შესამოსელის კი ვის რა მოსია, იმასაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ფერებსაც. ამითი არის, რა თქმა უნდა, ამითი არის ჩვენი მართლმადიდებლური ხატები, ამითი არის ძალიან მნიშვნელოვანი და არსებით. აი ფერები მითხარით მამაო და ფერებზე მინდა გავაკეთო აქცენტი, რომ მაცხოვარს აქვს ესეთი ყოველთვის, როდესაც მაცხოვარი იხატება ხოლმე აღდგომის ხატზე, ყოველთვის უნდა ნათელი ფერების დაიხატოს. ოქროს ფერით იხატება ხოლმე ან თეთრი სპეტაკი ფერით იხატება. მაგრამ ნახეთ როგორ არის აი მაცხოვრის მდგომარეობაზე გავამახვილოთ ყურადღება და მე დაუბრუნდები ისევ იმ სხვა დეტალებს. როდესაც მაცხოვარი არის გამოხატული აღდგომის ხატზე, ის აუცილებლად მოძრაობაშია. მაცხოვარი არ არის არასოდეს გამოხატული უბრალოდ მდგომიარე. ყოველთვის თუ კი დაუკვირდებით, ან მოძრაობს ადამიდან საპირისპირო მიმართულებით, ან პირიქით ადამიანის მიმართულებით მოძრაობს. რაც თავისთავად გვიბიძგებს ვიფიქროთ, რომ ეს ხატი არის კონკრეტულად ან ჯოჯოხეთში ჩასვლა მაცხოვრისა, რომ ამოიყვანოს მართალი სულები, ან უკვე იქიდან მათი ამოყვანის პროცესია, რომელიღაცა მხარეს არის აუცილებლად მიმართული მაცხოვრის მოძრაობა. და იმისი ნიშანი, რომ მაცხოვარი მოძრაობაშია, აუცილებლად მისი ფეხის მდგომარეობა, ნაბიჯი, აი ესე ჩვეულებრივ კი არ დგას როგორც ადამიანი და არამედ თითქოს ნაბიჯს აკეთებს და მისი მოსასხამი თითქოს აი როგორც დროშა ქარის დროს ფრიალებს, თითქოს ფრიალებსო მისი მოსასხამი ისეთ მოძრაობაშია, ჰაერში არის, გარკვეულ მოძრაობას აკეთებს. ეს ჩვენ გვეუბნება, რომ ეს ხატი მიუთითებს იმას, რომ კონკრეტული ქმედება აღესრულება ქრისტეს მიერ. ეს არ არის რაღაცა ისეთი მდგომარეობა, არამედ კონკრეტული მოძრაობა, კონკრეტული ქმედება, კონკრეტული ღვაწლი არის ქრისტესი აქ გამოხატული და ეს მოძრაობაში მაგიტომ არის დახატული მაცხოვარი და ფერებიც, რა თქმა უნდა, სპეტაკი ფერები უნდა იყოს აუცილებლად თეთრი ფერი ან ოქროს ფერით უნდა იყოს გამშვენებული მაცხოვრის შესამოსელი. და აი თუ დაუკვირდებით, დაბლა, სადაც მაცხოვარი დგას ხოლმე, ყოველთვის იხატება ბჭენი. ანუ აი ესე ჯვარედინათ ერთმანეთზე გადადებული კარებები არის, ანუ ჯოჯოხეთის ბჭენი არის ესენი, ერთმანეთზე გადაჯვარედინებული კარები. შეიძლება ზოგიერთმა იფიქროს, რომ ეს ჯვარიაო, არა, ეს ჯვარი არ არის, უბრალოდ აქ არის საუბარი იმაზე, რომ მაცხოვარმა შემუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი და რადგან ბჭენი ჯოჯოხეთისანი შემუსრა, ის ამ შემუსრილი ჯოჯოხეთის ბჭეებზე, ანუ ჯოჯოხეთის კარიბჭეზე, შემუსრულზე დგას და ეს არის სიმბოლური გამარჯვება, ანუ ბჭეებზე, დამუსრულ და დამტრეულ ბჭეზე რომ დგას, ეს არის გამოხატვა იმისი, რომ მან გაიმარჯვა და მან დაამარცხა ჯოჯოხეთი და ეს კარები, ანუ კარიბჭე დაამსხვრია. ბუნებრივია, მსგავსი კარიბჭე ჩვენ კიდევ სხვაგან გვხვდება, ძალიან საინტერესო წიაღსვლა არის ასეთი, ძალიან იშვიათად საქრისტიანოში იშვიათად გვხვდება, თუმცა არის, აი, ვისაც წვდომა აქვს ინტერნეტზე, შეუძლია ინტერნეტში მოზებნოს ასეთი ხატი, ქრისტეს ნათლისღების ხატი. არსებობს ასეთი, სადაც ნათლისღების ხატზეც ასევე ჯოჯოხეთის ბჭეზე დგას მაცხოვარი. აი წარმოგიდგენთ მდინარე იორდანეში მაცხოვარი მისულია რომ მოინათლოს იოანესაგან და ამ დროს ჯოჯოხეთის ბჭეზე დგას და თითქოს შეუსაბამობაა რაღაც, იმიტომ რომ რა შუაშია იორდანეში ეს ჯოჯოხეთის ბჭენი რა კავშირია, მაგრამ ეს თრად შეუსაბამობა არ არის. ძალიან სერიოზული სულიერი კავშირი ამ ორ ხატთან მიმართებაში, რადგან ჩვენ ვიცით რომ მდინარე იორდანე განასახიერებს ბოროტებას და იორდანეს გაწმენდის გამო ჩავიდა ქრისტე წყალში და თავისი ნათლისღებით წყალი გაწმინდა. ანუ იორდანის სტიქია, ის ბოროტება გააქარვა და
გაასუფთავა და გაწმინდა და ამიტომ ეს ერთგვარი სიმბოლური კავშირი არის აღდგომასთან, იმიტომ რომ აღდგომის დროსაც როგორც იორდანეში ჩავიდა თავის დროზე მაცხოვარი და ნათელი იყო იოანესაგან, აქაც ჯოჯოხეთში სულიერი იორდანეში, მოდი პირობითად თქვა, ჯოჯოხეთში ჩავიდა, ჯოჯოხეთი გაათავისუფლა, ანუ ერთგვარი მომუშაკება აღასრულა ჯოჯოხეთსა და ამიტომ ეს ერთგვარი აი სულიერი კავშირი არის იმ ნათლისღების. ეს ძალიან იშვიათად იხატება ხატებზე და ამიტომ ეხლა შეიძლება ზოგიერთი გაურკვევლობაში ჩავარდეს, რაზე გვესაუბრებაო, ამიტომ იშვიათი ხატია და ამაზე ძალიან დიდი აქცენტი აღარ გავაკეთოთ, მაგრამ ზოგადად ასეა, რომ აი ეს ჯოჯოხეთის ბჭენი იხატება ხოლმე აუცილებლად და ამნაირად გამოიხატება. იქ მე კიდე შეიძლება მოქლონი იყოს ძალიან ბევრი ლურსმნები, მოდი თანამედროვე ენაზე ვიტყვი, მოქლონი ვერ იგებენ ადამიანები, ლურსმნები, ჩაქუჩი და რაღაც ის რითიც ეს კარები იჭედება, ეს იარაღები შეიძლება იყოს იქ გაფანტული, რაც ნიშნავს, რომ დაამსხვრია უფალმა ეს ყველაფერი. სამშობლო ქართული შესატყვისი. ბევრი ისევ არაბული და მე ესე თქვა ეს სპარსული სიტყვები და ასე შემდეგ. დამკვიდრებული. და აი ნახეთ, იბადება ერთი კითხვა. ჩვეულებრივი რიგითი ადამიანი იტყვის, ნუ თუ ჯოჯოხეთს კარები ქონდა. ხო არის ლოგიკური ეს კითხვა, კი მაგრამ ჯოჯოხეთს კარები ქონდა? რა თქმა უნდა, აქ საუბარი იმაზე არ არის, რომ ჯოჯოხეთს კარები ქონდა და რაღაცა კარები დაამტვრია. აქ პირდაპირ ფიზიკური გაგებით კარებზე არ არის საუბარი. არამედ აქ საუბარია იმაზე, რომ ბოროტება არის შეზღუდული. ანუ კარები რადგან იხატება, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის სივრცე, ჯოჯოხეთი არის სივრცე, რომელიც არის შეზღუდული და ამ შეზღუდულობის სიმბოლო არის ეს კარები. რომ არ ყოფილიყო მაგალითად ჯოჯოხეთი შეზღუდული და შეუზღუდავი ყოფილიყო, მაგალითად იქ კარები არ იქნებოდა, უბრალოდ უსწრული იქნებოდა დახატული ყოველგვარი კარიბჭის გარეშე. მაგრამ რადგან კარიბჭე დაიხატა, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკლესია ვამბობთ, რომ ჯოჯოხეთი არის შეზღუდული და ჯოჯოხეთის შემოსრა ეს იმას ნიშნავს, რომ იმ შეზღუდულ სივრცეში ქრისტე ჩავიდა და მართალი სულები გაათავისუფლა. რა თქმა უნდა, იოანე ოქროპირი თავის ქადაგებაში აღდგომის ღამეს რო გვეუბნება, აღდგომის ღამეს რო იკითხება, იმ ქადაგებაში გვეუბნება ოქროპირი, რომ ჯოჯოხეთი საერთოდ გაქრაო და განადგურდაო და არის ამაშიც რა თქმა უნდა რაღაც ახსნა. იქ ამბობს, რომ აღარავინ აღარ დარჩა ჯოჯოხეთში. რა იგულისხმება იქ? აბსოლუტურად არავინ აღარ დარჩა და ყველანი ამოვიდნენ ჯოჯოხეთიდან თუ მარტო მართალი სულები ამოვიდნენ. არ ვიცი, ამ წიაღსვლებში მე ვერ შევალ. ეს ალბათ უფრო ესე დიდი ღვთისმეტყველების გასარჩევის მაგასთან დაკავშირებით დიახ, ძირითადად სამი აზრი არსებობს მოგეხსენებათ, მე მოვიდა ეს სხვა გადაცემის თემა, რა თქმა უნდა. კი, რა თქმა უნდა, ცოტა შეიძლება სხვა გადაცემას მივუძვათ, რადგან ახლა იკონოგრაფიაზე ვსაუბრობთ, უმჯობესია რომ მაინც აქცენტები გავაკეთოთ კონკრეტულად ხატზე, რაც არის გამოხატული და აი ამნაირად აუცილებლად მუქი ფერის უნდა იყოს ჯოჯოხეთი. შეიძლება შავი ან ძალიან მუქი ლურჯი, რომელშიც აი ძალიან ძნელადღა იკვეთება რამე ფიგურები. დაუბრუნდეთ ადამის ფიგურას, რომელიც ქრისტეს ამოყავს ჯოჯოხეთიდან. საინტერესო დეტალი არის ერთი, რომ ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ადამი მუხლმოდრეკილია ან დაცემის პროცესშია და რაღაც, მაგრამ საინტერესო დეტალი არის, რომელზეც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ ადამის თავი ქრისტემდე და ჯოჯოხეთამდე თანაბარი მანძილით არის დაშორებული. ამაში ძალიან სერიოზული საღვთისმეტყველო შინაარსია ჩადებული. იმიტომ რომ ადამი აქ კონკრეტულად მხოლოდ ადამიანს არ განასახიერებს, არამედ ადამი არის ადამიანთა მოდგმა, ყოველი ადამიანია და ყოველი ადამიანი თანაბარი მანძილით არის ერთგვარად დაშორებული სიწმინდისაგან, ანუ ქრისტესგან და იმ ბოროტებისაგან, რომელიც ყოველდღე გვებრძვის. და ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ანუ ადამიანის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, რა არჩევას გააკეთებს, საისწავლა მისი გული. ყოველთვის ადამი სადაც იხატება მუხლმოდრეკილი, იქვე ახლოს ან ადამის ზურგს უკან, ან ადამის საპირისპირო მხარეს აუცილებლად იხატება ევა. მაგრამ განსხვავება ნახეთ რაშია. ევა ყოველთვის ფეხზე დგას. ადამი მუხლმოდრეკილია, მაგრამ კი შეიძლება თანამედროვე ხატებში ზოგან რომელიმე ხატწერმა გადაწყვიტოს, რომ ევა მუხლმოდრეკილი იყოს და აქ არაფერი დარღვევა არ არის. მაგრამ კლასიკურ ხატში ევა ფეხზე დგას. მაგრამ განამარტო ფეხზე დგას. ადამი მოხუცის სახით არის დახატული. ევა კიდე ახალგაზრდაა. თითქოს რაღაც ერთგვარი შეუსაბამობაა რა ხდება. რა შუაში აქ ადამი უკვე დაბერდა, ევა ჯერ კიდევ პატარა გოგოა ფაქტიურად, ახალგაზრდა ყმაწვილია. და რა თქმა უნდა, აქაც ძალიან სერიოზული და ძალიან საინტერესო დატვირთვა აქვს ამ შემთხვევაში. ევა ყოველთვის ადამის ზურგს უკან დგას, რადგან აქ არის სიმბოლო იმისი, რომ
ევა ადამის მიერ არის, ადამისგან არის შექმნილი, ღმერთის მიერ, ამას ჩვენ ბიბლია გვაუწყებს და ამიტომ ევა ემორჩილება ადამიანს და ის სიმდაბლეს იჩენს იმით, რომ თავისი მეუღლის ზურგს უკან დგას ყოველთვის და ის მის წინ არასდროს არ ბედავს სიარულს. რა თქმა უნდა, აქ არ კნინდება ქალის მდგომარეობა, აქ დაკნინების გამო არ არის, აქ სიმდაბლის გამოხატულება არის, ხაწერაში სხვანაირად ეს ვერ გამოიხატებოდა და ერთგვარი სიმდაბლე გამოიხატება ევას. და მას ეკუთვნის ფეხზე დგომა და ნახეთ რა ხდება. ევა გამოიხატება ყოველთვის ხატზე ქალწულებრივ მდგომარეობაში. ძალიან ახალგაზრდა, ყმაწვილი გოგო გამოიხატება. რატომ? იმიტომ რომ ევა, რომელიც იყო პირველი ადამიანი, პირველთა შორის, ერთ-ერთი პირველთა შორის და რომლისაგანაც შემოვიდა საცდური, რომლის მეშვეობითაც ადამი დაესა, ევა იყო ის ადამიანი და მეორე ევა, ახალი ევა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომლის მიერაც მოვიდა მხსნელი, რომელმაც გამოიხსნა პირველი დედის ევასაგან შემოტანილი საცდური. და აი ეს სიმბოლური კავშირია, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა და ევას შორის არის ეს სიმბოლური კავშირი და ამიტომ არის, რომ ევა აუცილებლად ახალგაზრდა მდგომარეობაში უნდა დაიხატოს. თუმცა რა თქმა უნდა, ეხლა შეიძლება რომელიღაცა ხაწერმა ევა ასაკში დახატოს, რა თქმა უნდა, ამითაც არაფერს არ დაარღვევს, მაგრამ კარგია, რომ ეს ნიუანსები და ამას გამოხატავს თია. ხო, ალბათ უნდა გაითვალისწინოს. ახალი ევა, ასე ვთქვათ, ესე ეწოდება. ახალი ევა არის, ანუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ახალი ევა არის, ის არის პირველი ევა და აქედან გამომდინარე ძალიან ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ამ დეტალსაც მიექცეს ყურადღება. კიდევ ჩვენ არ გამიმახვილებია ყურადღება იმაზე, რომ როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ უფალს ქრისტეს ადამიანზე ხელი უპყრია, ზოგიერთ ხატში შეიძლება იყოს ისე დახატული, რომ ეშმაკი, რომელიც დახატულია ჯოჯოხეთის ბჭესთან ახლოს, ეშმაკს ადამიანის ფეხზე აქვს ხელი მოკიდებული. ანუ ნახეთ რა ხდება, იქ როდესაც ერთი ტევანი უფალს უპყრია და ამოყავს ჯოჯოხეთიდან ადამი, იქვე ბოროტი ჩასაფრებულია და ფეხი უპყრია და არ უშვებს, ანუ არ ეთმობა, უნდა რომ თავისთან წაიყვანოს ადამი. აქ ადამიანზე არაა საუბარი, აქ ადამიანზეა საუბარი. და ნახეთ, ყოველი ჩვენგანი გავდივართ ამ ბრძოლას. ამ მშობიარობის, ამ სულიერი მშობიარობის გზებს ყველანი გავდივართ. ყველას გვაქვს ეს ბრძოლები, რა ბრძოლების გაიარა ადამა, რა ბრძოლების გაიარა ყველა იმ ადამიანმა, ვინც გარდაიცვალა და რა ბრძოლებსაც ჩვენს, რა თქმა უნდა, გავივლით და ერთი ხელი ჩვენი მარჯვენა უპყრია უფალს და უფალი გვეძახის და გვიხმობს და მეორეს მხრივ ბოროტი გვეკაჩება თავის მხარეს და ეს უკვე რა თქმა უნდა თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული, რა არჩევანს გააკეთებს ადამიანი. კონკრეტული ადამიანი რა არჩევანს აკეთებს, უკვე ამიტომ არის რომ ცხონება არ ცხონების საკითხი არის ადამიანის თავისუფალი ნებიდან გამომდინარე. ყოველთვის აღდგომის ხატში მაცხოვარი, როდესაც ერთი ხელით ადამიანს იჭერს და ცდილობს, რომ ადამი ამოიყვანოს ჯოჯოხეთიდან, მეორე ხელში უჭირავს ჯვარი. რას უნდა ნიშნავდეს? ან შეიძლება იყოს ესეთი ხატი, რომ ზეცაში ანგელოზებს უპყრიათ ჯვარი. ეს არის პირდაპირი კავშირი იმასთან, რომ ადამიანების ცდუნება შემოვიდა იმ ხიდან, რომელი ხის ნაყოფით შეჭამა ადამმა, რომელიც უფალმა აუკრძალა, რომ ყველაფერი შეგიძლია იხმიო, მხოლოდ ამ ხის ნაყოფი გარკვეულ ჟამამდე არ შეგიძლია მიირთვაო და ადამიანმა ეს ცნება დაარღვია და აქედან შემოვიდა საცდური და ქრისტე, რომელიც ასევე ძელზე აღესრულა, ძელზე აღასრულა თავისი მოღვაწეობა და ამის მეშვეობით, ანუ ჯვრის მეშვეობით გამოიხსნა კაცობრიობა. და ერთგვარი სულიერი კავშირი არის ადამიანის მიერ, იმ ხის მიერ ადამიანთა ცდუნება და იმ ხის მიერ, რომელ ხეზეც ქრისტე გააკრეს, იმ ხის მიერ ადამიანთა გამოხსნა და აი ეს გამოხსნის სიმბოლური კავშირი არის და ამიტომ აუცილებლად ქრისტეს ხელში ყოველთვის უჭირავს ჯვარი.
ეხლა უნდა გავაკეთოთ აქცენტები აუცილებლად იმ ადამიანებზე, რომლებიც იხატებიან ყოველთვის უკანა პლანზე. თუმცა თუ ხატი არ გვაძლევს საშუალებას, შეიძლება მხოლოდ ამითი შემოიფარგლოს ხატწერი, მაცხოვრის ადამისა და ევას გამოხატვით შემოიფარგლოს და მეტი არავინ არ დახატოს, მაგრამ სადაც არის ამის საშუალება და სადაც ბევრი ფიგურების დატევის საშუალება არის სახატე დაფაზე, იქ აუცილებლად გამოიხატება ადამის შვილი. ადამის შვილი აბელი, რომელიც და რატომ მაინც და მაინც აბელი, ადამს სხვა შვილიც ყავდა. აბელი არის ის, რომელიც მართალი იყო და თავისი სიმართლის გამო აღესრულა. ანუ ეს იყო პირველი მართალი ადამიანი და ეს იყო პირველი ადამიანი, რომელმაც სიკვდილის გემოიხილა. ადამზე ადრე აბელი მოკვდა. და აქეთ თან რისთვის მოკვდა? აბელი მოკვდა იმისთვის, რომ მართალი კაცი იყო და ღვთის წინაშე სიმართლე პოვა და თავისი სიმართლის გამო. ანუ ეს იყო პირველი მართალი ადამიანი და ამიტომ არის რომ ყოველთვის ევას გვერდზე, საკუთარი დედის გვერდზე იხატება აბელი და აბელი ძალიან ხშირად არის კვერთხით, წყემსის ჯოხით და ცხრის ტყავში შემოსილი. როგორც მწყემსი ის როგორც მწყემსი და ეს რა თქმა უნდა სიმბოლო არის. ეს მწყემსის ჯოხით რო არის დახატული, ეს მწყემსის ჯოხი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ აბელი არის ერთგვარი მასწავლებელი ყოველი ადამიანისთვის, თუ რაოდენ მართალი უნდა იყო ღვთის წინაშე, იმიტომ რომ როდესაც მას თავის ძმასთან ერთად არჩევანი დაუდგა, რომ მსხვერპლი შეეწირა უფლისადმი, ამან საუკეთესო, ამან ყველაზე ძვირფასი რაც ჰქონდა, ის შეწირა და ამის გამო მისი ძმა გაბოროტდა მასზე. ორი მნიშვნელობა აქვს, ერთი მაგალითი მორწმუნე ზოგადად ადამიანისთვის და მეორე ისტორიული მნიშვნელობა, რომ მართლა მწყემსი იყო და მეცხვარე. ალბათ ორივეს ერთად გამოხატავს. და შემდგომი ფიგურა, რომელიც აუცილებლად ასევე იხატება, იოანე ნათლისმცემელი. რატომ იხატება მაინც და მაინც ნათლისმცემელი? იმიტომ რომ ნათლისმცემელი სანამ ქრისტე მოვიდოდა ნათლისმცემელს გარდა ამისა ქვია წინამორბედი, ხო? წინამორბედი იყო ქრისტეს ის წინ უძღოდა ქრისტეს და ქრისტეს გზები გაამზადა. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ქრისტეს ჯვარცმამდე, ქრისტეს ჯვარზე აღსრულებამდე ნათლისმცემელი ჰეროდე მეფემ უბრძანა და სიკვდილშიც ასე ვთქვათ წინამორბედი. სიკვდილშიც ჯოჯოხეთშიც წინამორბედი იყო. ანუ იოანე ჯოჯოხეთშიც კი წინამორბედობდა და იქაც კი ხალხს უკადაგებდა, რომ ეხლა სულ ცოტა ხანში ქრისტე მოვა და ჩვენი გამოხსნა იქნება. ანუ ნახეთ, მან აღასრულა არა მარტო ამ წუთის სოფელში თავისი მისია, არამედ იქ. მანამდე აღსრულებული ადამიანებისთვის იგივე აღესრულა, რაც ესე იგი ჯერ იოანე წინამორბედის ქადაგება ამ ქვეყანაში, მერე ჯოჯოხეთში, მერე ქრისტეს ქადაგება ამ ქვეყანაში და ჯოჯოხეთში. იქაც ჩადის მაცხვარი და იქაც ქადაგებს. ყველას მიეცა ფაქტობრივად ეს იგივე აღესრულა, რაც ამ ქვეყანაში ის აღესრულა, ესე ვთქვათ, გარდაცვლილებისთვისაც, ანუ თან იგივე საშუალება. ხო და აი როგორც მაგალითად როგორც იოანე შეხვდა მაცხოვარს იორდანეს წყლებთან და მან ნათელსა და ეუბნება რომ მე ღირსი არა ვარ, რომ შენ ნათელგსეო და მე უფალი ეუბნება რომ შენ აღასრულე რისთვისაც ხარ მოსული და აქედან გამომდინარე იოანე იყო ქრისტეს მოღვაწეობის დასაწყისშივე, ასევე იოანე ქრისტეს ჯოჯოხეთში მოღვაწეობის დასაწყისშივე იყო და მან გაუმზადა იქაც გზები, რომ ქრისტე იქ ჩასულიყო და ამიტომაც არის, რომ იოანე აუცილებლად გამოიხატება ხოლმე ამ შემთხვევაში. თუმცა იოანეს კიდე სხვა შინაარსიც აქვს იოანეს, კონკრეტულად იოანეს გამოხატვას, ამიტომ ამას ეხლავე მოგახსენებთ. გარდა ამისა, გამოიხატება ხოლმე აუცილებლად მოსე. მოსე წინასწარმეტყველი, ძველი აღთქმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წმინდანი. და რატომ გამოიხატება მოსე? იცის ჩვენმა საზოგადოებამ, რომ მოსე იყო ადამიანი, რომელმაც ისრაელი ერი გამოიყვანა ეგვიპტის ტყვეობიდან. 40 წელი იხეტიალეს, სანამ აღთქმულ მიწაზე მივიდოდნენ. და მოსე ჩაუდგა სათავეში ისრაელ ერს, რომ გამოსულიყვნენ. ეგვიპტე იყო სიმბოლო ბოროტებისა და ამ ბოროტებისაგან განთავისუფლების გამო გამოიყვანა რა ეგვიპტის ტყვეობიდან, დაწესდა პასექის დღესასწაული ებრაელებში. ანუ ებრაელებში პასექის დღესასწაული იყო ბოროტების ტყვეობიდან გათავისუფლების დღესასწაული. აღდგომის წინასახე. და აღდგომის წინასახე იყო, რა თქმა უნდა. და ამიტომ ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლა არის ახალი პასექი.
ანუ ის არის წინა სახე ქრისტეს მიერ ჯოჯოხეთიდან მართალი სულების გამოსყიდვისა და ზოგადად კაცობრიობის გამოხსნის წინა სახე არის მოსეს მიერ ეგვიპტიდან ხალხის გამოყვანა და ამიტომ აუცილებლად ამ ხაზზე უნდა დაიხატოს მოსე წინასწარმეტყველი, იმიტომ რომ მოსემ აღასრულა ეს დიდი მისია, რომელიც მისიაც იყო ერთგვარი წინა სახე ქრისტეს მომდევნო მისიის. თვითონ ისტორიულადაც დროშიც ზუსტად იგივე დროს აღესრულა, ანუ არა მარტო წინასახეობრივი, დროშიც წინასახეობრივი იყო, როცა მოხდა პასექი, იმ დროს უკავშირდება ზუსტად ჯვარცმა, შემდეგ იმ დროს, როდესაც მოხდა ძველათქმის ჯულის მიღება სინათლეზე, იმ დროს ხდება სულთმოფენობა ზუსტად, ანუ ერთი და იგივე ღმერთი მოქმედებს და ის წინასახეობრივად რაც ძველათქმაში იყო, წინასწარმეტყველურად სრულდება ახალ აღთქმაში. მაშინ მოხდა ფიზიკური გადარჩენა, ჯულის მიღება, ახალ აღთქმაში ხდება ადამიანის კაცობრიობის გამოხსნა და უკვე გაიხსენება აი ახლა დეტალი მეტყველებს ამაზე. დიდ მარხვის პერიოდში, როდესაც ჩვენ ამა თუ იმ ლიტურგიას აღვასრულებდით და იქ საკითხებს კითხულობდით, ჩვენ არაერთხელ ჰიმნოგრაფიაში გვხდებოდა მსგავსი ტექსტები, რომ თქვენ იცოდით მე ვინ ვიყავი, ანუ ქრისტე ვინ იყო, იცოდნენ, მათ ყველა წინაპირობა ჰქონდათ, რომ მათ დაენახათ, რამდენი პარალელი იყო, რამდენი ალეგორია იყო, რამდენი სიმბოლო იყო იმისა, რომ მათივე წმიდანების, მათივე დიადი ადამიანების ცხოვრებიდან, რომ ეცნოთ ქრისტე. ის ყველაფერი იმისთვის კი არ მოხდა, რომ იმ პერიოდში ძალიან დიდი როლი ითამაშა იმ მოვლენა, მაგრამ ის მოვლენა მოხდა იმისთვის, რომ ეს იყო სიმბოლო, კავშირი, პირდაპირი კავშირი, რაც უნდა მომხდარიყო ქრისტეს მიერ და ამითი უნდა ეცნოთ და მათი პირდაპირი მოვალეობა იყო. წარმართი როგორ იცნობდა ქრისტეს, იმიტომ რომ წარმართის სივრცეში ეს არ მომხდარა. ეს მოხდა იმ სივრცეში, რომელ სივრცესაც აუცილებლად უნდა ეცნო ქრისტე. ეს ყველაფერი გადავიდა გვექს ლიტურგიკულ მსახურებაში ძველი აღთქმის ფაქტურად მთელი ძველი აღთქმის ლიტურგიკული მსახურება წინასახე და წინასწარმეტყველება იყო უკვე ახალი აღთქმის და ქრისტეს მსახურება. თუნდაც კრავის შეწირვა, საპასექო კრავი პირდაპირ წინასახე ძვალი რო არ უნდა შემოსულიყო და ჯვარზე კი, აი რამდენი კავშირებია. ყველაზე ცხადად ამას უკვე წმინდა წერილში პავლე მოციქული განმარტავს ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში, რადგან ებრაელებმა ყველაზე კარგად იცოდნენ ძველი აღთქმის სჯული და ლიტურგიკა და პირდაპირ ეუბნება, რომ ეს რას ნიშნავს, აი ეს მღვდელმთავარების სახსურებდა, რომ ეს მაცხოვრის წინასახე ყველაფერს განუმარტავს, პირველი განმარტებელი, ასე ვთქვათ, პავლე მოციქულია ამ ყველაფერს. რა საოცარია, პავლე ყველაფერს მიხვდა. დროულად მიხვდა ყველაფერს პავლე, ჯერ ერთი იმხელა სასწავლებელი. ასე უნდა მიხვდარიყო წესით ჯგუფში მაცხოვრებელი ადამიანი. წესით უნდა ყველა მიხვდარიყო, მაგრამ პავლე მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რადიკალი იყო თავის რწმენაში, იმხელა ცოცხალი რწმენა ქონდა და იმხელა სიყვარული ქონდა უფლისა, რომ ეს ყველაფერი არ გამურჩა და ყველაფერი რეალურად აღიქვა და გადააფასა ყველაფერი. მნიშვნელოვანი, გარდა ამისა შეიძლება სხვა თემაზე გადავიდეთ, მაგრამ მნიშვნელოვანი თემა არის ეს, რომ პავლე მოციქულის ადამიანის ბუნება, პიროვნება, ასე ვთქვათ, ანუ შინაგანი სამყარო დიდად არ იცვლება ხოლმე. მოგეხსენება და პავლე მოციქული გულწრფელი იმაში, რაშიც მანამდე ცდებოდა, აბსოლუტურად გულწრფელი იყო და თუ გულწრფელი არ არის ადამიანი და რაღაცა შურის გამო აკეთებს, ან როგორც ბევრ ფარისეველს მოვიდა. შეცდომაშიც კი გულწრფელი იყო, არა? ხო, რა თქმა უნდა. აი, ამიტომ მისთვის ჭეშმარიტება დაუფარავი გახდა და გაცხადა. ესია ყოველთვის, დღესაც ესე არის. თუ გულწრფელად ეძებს ადამიანის აუცილებლად სწორფასუხს იპოვის და მოეჭეშმარიტებამდე. თუ არა გულწრფელობა გქონდეს. აი, ნახეთ ახლა ჩვენ ვნახეთ, მოვისმინეთ, რომ მოსე წინასწარმეტყველი იყო, არის კიდე აუცილებლად ხაზზე გამოსახული, მაგრამ ნახეთ აუცილებლად ეს აუცილებელი პირობაა, რომ მოსე და იოანე ნათლისმცემელი პროპორციულად იყვნენ გამოხატულები. ანუ შუაში რომ მაცხოვარი არის ხაზზე დახატული, ერთ მხარეს მოსე უნდა იყოს და მეორე მხარეს იოანე ნათლისმცემელი. და ამას ძალიან სერიოზული დატვირთვა აქვს. რატომ? მე მინდა პარალელი გავაკეთო, არა მე მინდა მე უბრალოდ ვაჟღერებ ამას, მაგრამ ზოგადად ეს პარალელი არის აქ ჩადებული ფერიცვალების დღესასწაულთან. როდესაც უფალი მიდის თავის მოწაფეებთან ერთად ელეონის მთაზე და იქ ორი დიდი წინასწარმეტყველი ეცხადება უფალს, მოსე და ელია. და თუ გაიხსენებთ, როდესაც უფალს ეუბნევიან თავიანთი მოწაფეები, ვინ არის იოანე და იოანე მოსეა, ელია არისო, რომელიც ხალხმა ვერ იცნობს, თავად უფალი ამბობს წმინდა წერილში იოანეზე, რომ ეს ელიაო და აი აქ ქრისტეს უკან დგებიან მოსე და იოანე როგორც ელია. ამის სიმბოლოს, ამის სიმბოლო, ანუ კავშირი, აი ამას უკავშირდება ზუსტად, რომ როგორც ფერიცვალებისას მოსე და ელია გამოეცხადა უფალს, ასევე აღდგომის ხაზზე მოსე და სულიერი ელია, ანუ იოანე ნათლისმცემელი აუცილებლად იხატებიან და ეს ხატი ერთგვარად არის
ერთგვარი კავშირი არის ამ ხატსა და ფერისცვალების ხატს შორის და აქ არის ადამიანის სულიერი ფერისცვალების, ანუ ადამიანის ჯოჯოხეთიდან ამოყვანის პროცესია დახატული ბუნებრივია აღდგომის ხატზე და ადამიანის სულიერი ფერისცვალების ხატიც არის ერთგვარად და აქედან გამომდინარე აი ეს სიმბოლოები აი ხანდისხან აი როდესაც მე პირველად გავესანი ამ ინფორმაციას მე ხო ეს არ ვიცოდი ახლა საიდან მეცოდინებოდა ესევე როგორც ძალიან ბევრმა შეიძლება არ იცოდეს ეს დეტალები და ნელ-ნელა ამას რომ ეცნობი და ამას რომ აცნობიერებ და რომ უკვირდები რა არის და როგორ არის მე სულ სხვანაირი თვალით ხედავ ხატს ნებისმიერ ხატს რომ უყურებ სულ სხვა ხედვა გეხსნება და უფრო მეტი ინტერესი გიჩნდება რომ უფრო მეტი გაიგო ხატის შესახებ იმიტომ რომ იქ იმდენი დეტალებია იმდენი დეტალები რომელიც გაუწყებს შენი უფლის შესახებ და მე მიკვირს ხოლმე ადამიანებისა რომლებსაც აქვს საშუალება რომ გამოიკვლიონ რაღაც და არ იკვლევენ და არ აქვთ ინტერესი და როგორ შეიძლება თქვა უფალი მიყვარსო და ამ დროს უფლის შესახებ გამოკვლევა არ გინდოდეს პირიქით უნდა სურვილი კონდეს და სურვილი უნდა კონდეს რომ გამოიკლიო ყველაფერი და რაც კი უფალზე სადმე რამე ინფორმაცია ყველაფერი მოიძიო და აი აქ ამ ხატში იმდენი ინფორმაცია ხო არაფერი აქ ხო დიდი ტრაქტატების საკითხი არ არის საჭირო უბრალოდ ხატს უნდა დაუჭდე და გულისყურით დააკვირდე რა არის როგორ არის და ყველაფერს ისეთ დეტალებს ამოიღე. აღინიშნეთ რომ ერთ ხატის წაკითხვას ან იკონოგრაფიის წაკითხვას სჭირდება კიდევ რამდენიმე საეკლესიო მეცნიერების მეტნაკლებად ზედაპირული ცოდნა მაინც. მაგალითად ვერ გაიაზრებ ამას თუ არ იცი წმინდა წერილი. კი, რა თქმა უნდა, თუ წმინდა წერილი არ იცი, ამას ვერ გაიაზრებ. აი მაგალითად ეხლა კიდევ ერთი აუცილებელი დეტალი რომელიც ჩვენ მე ჯერ არ გამიჟღერებია, სოლომონ მეფე და დავით მეფე იხატებიან აუცილებლად ხატს. საინტერესოა რა უნდა აღდგომის ხაზზე კი მაგრამ სოლომონი და დავითი თუ დაიხატა სხვება რა დააშავეს სხვები რატო არ დაიხატა თუ კი ეს დაიხატა რა შინაარსი ამაში მაგრამ ნახეთ საინტერესოა რომ სოლომონი და დავითი იხატებიან აუცილებლად ერთმანეთის გვერდ და ერთმანეთში ლაპარაკობენ თითქოს პროცესი ხდება წარმოიდგინე აღდგომის პროცესია ჯოჯოხეთიდან ამოყავს ქრისტეს ხალხი და ესენი ერთმანეთში ლაპარაკობენ მამაშვილი რა ხდება რატო ლაპარაკობენ და საქმე ისაა რომ სოლომონი და დავითი ყველაზე ბევრ წინასწარ მეტყველებდნენ ქრისტეს შესახებ მათ რომ ქრისტეს შესახებ ინფორმაცია დაგვიტოვეს ქრისტეს მოსვლამდე ჯერ კიდევ ასეთი ბევრი ინფორმაცია არავის არ დაუტოვებია და სოლომონი და დავითი ერთმანეთში საუბრობენ ნუ თუ ეს ის არის აი ეს ის არის ჩვენ ვიზეთ საუბრობდით, ჩვენ ვიზეთ წინასწარ მეტყველებდით, ეს ის არის და ხარობენ და ერთმანეთს ამ სიხარულს უზიარებენ. და ამიტომაც არის რომ ისინი ერთმანეთში ლაპარაკობენ. თითქოს შეუსაბამოა, ხო ეხლა რა უნდა ხალხზე რატო ლაპარაკობენ, მაგრამ რაღაცა ერთმანეთში ერთგვარი სიხარულის გაზიარების რაღაც პროცესი არის თითქოს დახატული ამ ხატში და აი ამითი არის ეს ძალიან საინტერესო და დიადი არის ეს ხატი. აქვე უნდა ვთქვა აი ძალიან პატარა დეტალი ჩვენ თუ დრო ამოგვეწურა ალბათ რამდენიმე 3-4 წუთი დაგვრჩა მაგრამ ძალიან მცირეოდენი დეტალი არის რომელიც აუცილებლად უნდა გავაჟღეროთ ხატებში ზოგადად წმიდა ადამიანები გამოიხატებიან სახით ხოლო ბოროტება და ბოროტი ადამიანები გამოიხატებიან პროფილით ეს რატომ ხდება ეს ხდება იმიტომ რომ ხატი არის მეტყველი ჩვენ ხატებთან როდესაც დგებით და ვლოცულობთ ჩვენ ერთგვარად ვესაუბრებით იმ წმიდანს რომელიც წმიდანის არის გამოსახული და რომელიც წმიდანის ჩვენ პირისპირ გვიმზერს მაგრამ აი მაგალითად ჩვენმა მაყურებელმა უფრო ადვილად რომ გაიგოს რაზეა საუბარი საიდუმლო სერობის ხატზე მაგალითად უფალი და 12 მოციქული არის მაგრამ ამ 12 მოციქულში ერთ-ერთი იუდა ისკარიოტელია ძალიან ხშირად თითქმის ყველა ხატში საიდუმლო სერობისა იუდა ისკარიოტელი არის პროფილში გამოხატული ხო, ასევე არის სხვადასხვა შემთხვევაში, მაგალითად, როდესაც წმინდა გიორგის აწამებენ ჯარისკაცები სულ ყოველთვის პროფილში არიან გამოხატულები, როდესაც წმინდა გიორგი შეიძლება სახით იყურებოდეს. ამ შემთხვევაში, აღდგომის ხატის შემთხვევაში, ჯოჯოხეთის ბჭენი სადაც არიან, ჯოჯოხეთის ბჭეში ბოროტი ზალა იქ ადამიანის სახით რო არის ეშმაკი გამოხატული, ის ეშმაკი აუცილებლად პროფილით არის დახატული. რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ხატი ჩვენთვის ხატი არ არის უბრალოდ ნახატი. ხატი არის მეტყველი. ჩვენ ხატი გვესაუბრებად, ჩვენ ხატისაგან ბევრი ინფორმაციას ვიღებთ და ბევრ მადლსაც ვიღებთ. და აქედან გამომდინარე შეუძლებელია მადლი მიიღო ბოროტებისაგან. ამიტომ ბოროტება ყოველთვის პროფილითაა, რომ ის პირისპირ შენ არასოდეს არ გიყურებს. ნუ ერთეული გამონაკლისები არის, თუ კი შინაარსობრივად ხატისთვის აუცილებელია, მაგ შემთხვევაში შეიძლება პირისპირ იყოს გამოსახული რომელიღაცა ბოროტი პერსონაჟი, მაგრამ ძირითადად სულ ასე ხდება ხოლმე ყოველთვის. ძალიან საინტერესო თქვენ რო ახსენეთ დავით მეფის, მეფსალმონისა და სოლომონ მეფის აი ეს გამოხატვა და ერთმანეთში საუბარი დიალოგი.
ეთყობა იმაზე ლაპარაკობენ, ანუ ამას მიანიშნებს, რომ აი ეს არის ის აღსრულებული მესია, ქრიესო განკაცებული ღმერთი, ვისაც ჩვენ წინასწარ წარმოთვალებდით და წარმოიდგინეთ საუკუნეები არის გასული. ისე უბრალოდ ეს აზრი დამებოდა. როდესაც ადამიანი ცხოვრებაში წინასწარ წარმოთვალებს ქრისტეს შესახებ და არა ერთ გზის, ფსალმუნებში ძალიან ბევრგან არის. და ის ფაქტობრივად იცნობს, ასე ვთქვათ, თვალით არ უხილავს ჯერ განკაცებული ღმერთი. და ამის შემდეგ გარდაიცვლება და საუკუნეები გადის, რაც ის მიღმიერ სამყაროს ხედავს და ჯოჯოხეთში არის და ადამიანი რამდენად მეტად აცნობიერებს უკვე განკაცე რამდენად დიდი სიხარულია და ალბათ როგორი დიალოგი იქნებოდა მართლა გამოსა ეს რა თქმა უნდა სიმბოლური გამოსახვა ეს რისტოლოთ ეს ახსნუდა თუ არა ეს არ ვიცით მაგრამ სიმბოლური შეგი არის მაგრამ რეალურად ხო მათი სულები იყვნენ იქ ჯოჯოხეთში სადაც უფალი ჩავიდა და ესენის მათთან ერთად ყველა დანარჩენთან და ადამიანთან ერთად ესენის გამოიხსნა როგორც ივანე ოქროპირი გვეუბნება სადა არის ჯოჯოხეთო ძლევა შენი სადა არის საწერტელი შენი ჯოჯოხეთი განქარდა განილია დაიმსხრა და ეს რამხელა აი მე რო პირველად როდესაც მორწმუნე გავხდი და პირველად რო ეს სიტყვები მოვისმინე აღდგომის პირველი ღამის თევა იყო ჩემთვის ბავშვი ვიყავი მაშინ აღდგომის და მე ვიყავი შოკში რა როდესაც მოვისმინე ივანე ოქროპირის ეს ქადაგება რომ ეს იყო საოცრება აი თუ კი ვინმეს ექნება საშუალება აი ამ აღდგომის პერიოდში აუცილებლად უნდა გადაავლოს თვალი და უნდა წაიკითხოს კიდევ ხელახლა ისეთი დიადი ქადაგება ისეთი ქადაგება რომ ეს შეირჩა რომ აღდგომა საკითხულიყო ხა ივანე ოქროპირის ძალიან ბევრი ქადაგებაა ჩაწერილი და აღდგომასთან დაკავშირებული ეს კონკრეტულია შერჩეული იმიტომ რომ თვითონ სიტყვებია ისეთი სიხარული ამაზე მეტად ალბათ სხვა ქადაგება ვერ გამოხატავს ამ სიხარულს ახლა აქ მარტო დოგმატურ შინაარსზე ხორა ის სიხარული რომ სად არის აი დაირღვა სიკვდილი და ჩვენ ვეღარ მოვასწარით სულთმოფენობის ხატის განხილვა სამწუხაროდ სხვა დროს მოგვეცეს ბევრი დეტალებია თან ხოდია გარდა იმისა, ანუ ჩვენ გარკვეულ რაღაც საკითხებზე ისაუბრეთ, მაგალითად ვერ ვისაუბრეთ ფერების ესე იგი სიმბოლურ დატვირთვაზე, კიდე ბევრი რაღაცები, რაც შეიძლება აი ამ ერთ ხატთან დაკავშირებით ზოგადად ფერების თამაშია ყოველთვის. აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაცხოვარს რა ფერი აცვია, ღვთისმშობელს როგორი შესამოსელი, ყველაფერს ანგელოზები, აი 900 ანგელოზებისა რო გამოიხატება და 7 მთავარ ანგელოზი რო იხატება, ყველა სხვადასხვანაირი შესამოსელი აქვს. ზოგიერთ შესამოსელზე ვარდი აქვს დახატული, ზოგს შროშნები, ზოგს შეიძლება უბრალოდ რაღაც სიმბოლოები ჰქონდეს. ამას ყველაფერს ძალიან სერიოზულად დატვირთვა ყველას. ანუ უშინაარსოდ ხაწერაში არაფერი არ ხდება. და ამიტომ დღეს არ მოგვეცა ამის დრო და მადლობა უფალს მაინც რაც მოვასწარით. კიდევ ერთხელ გულოსავ ჩვენს მაყურებლებს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს და თავისუფლები იყვნენ. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდა მღვდელი თეოდორე ფარნაშვილი. ამით ამოიწურა ჩვენი დრო, დროებით გემშვიდობით მომავალ შეხვედრამდე.